გირაო თუ საკანი. მაშადე, კი გადაიხადა კონკრეტული ქონება ჩადო. ორი ციხეშია, ორი დაპატიმრების მოლოდინში. 29-ში არ ვიყო სასამართლოში. პროცესი ბრალდებულის გარეშე. წინა ხელისუფლების ზოგიერთ სუპერგავლენიან პოლიტიკოსს არც ახსენებს კომისია. ნიკა მელიას გადაწყვეტილება და ნიკა გვარამიას ეჭვები. ეს არის მათი თავისუფლება. აირჩიონ, გადაიხადონ გირაო თუ არ გადაიხადონ. ჯაფარიძეც აღიარებს განზრახ დაარღვია კანონი, თავისი ფეხით შევიდა საშუალო დაწესებულებაში. იმედის დარბევის 7 ნოემბრის და 26 მაისის გახსენება საგამოძიებო კომისიაზე. 25 კაცი იყო და ფეხით დამიდეს, დამაგციეს და დამსხეს და დამსხეს. პირველი თავში მომარცხეს. რას ყვება ლევან გაჩეჩილაძე. ჟლეტვა იყო, მოიპარეს კობა დავითაშვილი და სასიკვდილოდ ცემეს. სამათყოფოში ვიყავით და რამდენიმე ახალგაზრდას ფეხი მოვაჭრეს. დემოკრატიის შუქურად მონათლული რეპრესიული რეჟიმი. სააკაშვილის ციხე იყო ერთი დიდი გალია, სადაც ადამიანებს კლავდნენ. როგორი იქნება დამოუკიდებლობის აღდგენის 34 წლისთავი. თავდაცვის ძალები განსაკუთრებით ვიმზადებით. ტრადიციული ფიცის დადება. ჩვენ ხვდებით საქართველოს თავდაცვის ძალების ნაწილი და წევრები. სადღესასწაულო ღონისძიებები რუსთაველზე და თბილისის ცაზე გამოსახული საქართველოს დროშის ფერები. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე დღეს 23 მაისია გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამომშვიდობისა. სამმა გირაო გადაიხადა ორი ციხეშია, ორი სასამართლოს მოლოდინში, თუმცა მათგან ერთი საკუთარ პროცესზე არ მივა. 29 მაისი ჯერ უცნობია სად დაელოდება ნიკა მელიას სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც დიდი ალბათობით მასაც გადაუხდელ გირაოს პატიმრობით შეუცვლის. გირაოს ვადა 7 ივნისს ეწურება ნიკა გვარამიასაც, რომელიც გაკურებულია, რატომ არ ახსენებს პარლამენტის საგამოძიებო კომისია, ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთ სუპერგავლენიან პოლიტიკოსს და რატომ უშვებენ ციხეში ზურაბ ჯაფარიძეს და ნიკა მელიას, რომლებიც მისი თქმით მაშინ საერთოდ არ ყოფილან პოლიტიკაში. კიდევ ერთი ოპოზიციონერი, რომელიც არ მივიდა საგამოძიებო კომისიაზე, გიორგი ვაშაძეა, მის საკითხს სასამართლო 27 მაისს განიხილავს, თუმცა მას პატიმრობა აღარ ელისა. ვაშაძის სტრატეგია სხვანაირია. 50,000 არ გადაიხადა, მაგრამ გარანტად უძრავი ქონება ჩაადო გირაოში, ამიტომ ყველაზე დიდი ინტრიგა რა მოხდება ორ კვირაში 7 ივნისს, როდესაც ნიკა მელიას დიდი სავარაუდოდ ისევ გაუშვებენ ციხეში. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე და ახლების ლიდერი ცდილობს მორალური უპირატესობა მოიპოვოს ხმებზე და კვლავ ხმაურიანი და სანახაობრივი სურათი დადგას მისი აყვანის პროცესით. გადაწყვეტილება 29-ში აქ აღარ მივიღო მონაწილეობა, არ მივიდე. არც გადახდა საპირებს და არც პროცესზე მიდის. ნიკა მელიას სასამართლოში მხოლოდ საკუთარი ადვოკატი წარმოადგენს. პარტია ახალის თანათავმჯდომარე მოვლენებს შორიდან დააკვირდება, რადგან ახლოდან უკვე ნახა ჯაფარიძის პროცესი და მისი დაპატიმრება. პატიმრობისთვის არ ვაპირებ მომზადებას, ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას, შეხვედრებს, არ ვიცი, თანამებრძოლებთან, უცნობთან, აცნობებს სხვა ქალაქებში ჩამოსვლას. ერთხელ უსამართლობა შეეგუებით ჩემის აზრით, მეორეჯერაც შეეგუებით და ასე ხდება ადაპტირება მე რეჟიმთან. რომც გიგდოდეს კიდევ გეუბნებით, გადახდა, ვერ უნდა გადაიხადოს. ერთი არაფერი არ გადაუხდია, ქონება ჩადო იმის გარანტიად, რომ არ გაიქცევა. წინასწარი პატიმრობის საფრთხე აღარ ემუქრება გიორგი ვაშაძეს, რომლის სასამართლოც ნიკა მელიას პროცესამდე გაიმართება. კოალიცია ცვლილებებისგან განსხვავებულ სტრატეგია აღმაშენებელში ასეხსნიან. იყო მხილება ზურაბს მხრიდან, ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ მისმა მორალურმა პოზიციამ გამბედავმა და სისტემა კიდევ ერთხელ ამხილა, მაგრამ მარტო მხილება და მსხვერპლი ხომ არ გჭირდება, ჩვენ გვჭირდება კიდევ ერთიანობა. ერთიანობა არ არის, არც ზურა ჯაფარიძის დაკავების შემდეგ. პირიქით, ამ საკითხმა ოპოზიციის ერთ ფლანგზე დაპირისპირებაც გამოიწვია. თამარ ჩერგოლეიშვილის ამ სტატუსს ნიკა გვარამიას საპასუხო კითხვა და ღია მინიშნება მოჰყვა თემაზე, თუ რატომ არ იბარებენ საგამოძიებო კომისიაზე გიგა ბოკერიას. ენისტლიკინ შეეშვით და სამარცხვინო ბოდვას, ვითომ ციხე კურორტია. მე გასაგებია და წინა ხელისუფლების ამბებზე, ჯაფარას და მელიას რო იბარებენ კომისიაზე, საერთოდ რო არ ყოფილან მაშინ პოლიტიკაში, იმ ხალხს. ამის პარალელურად კი წინა ხელისუფლების ზოგიერთ სუპერგავლენიან პოლიტიკოსს არ ახსენებს ქოცების კომისია, ამას ვხედავთ კიდეც და რა ქვია, ისიც ვიცით. როცა დამოუკიდებლობას ვკარგავთ და 7 წლიან სროკებზე 20 წლის უდანაშაულო ხალხია საკუთარ თავზე, საკუთარ ქმარზე და ლუზერი პოლიტიკოსების 1 წლიან სროკებზე ამხელა დრამები მქრინჯავს. საგამოძიებო კომისიის საკითხზე ვერ თანხმდებიან ვერც ისინი, ვინც გირაო პირველებმა გადაიხადეს და ვინც ერთადერთი იყო ბარიერ გადალახულებიდან, რომელიც კომისიის ხდომაზე მივიდა. გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ ზურა ჯაფარიძემ საკუთარი არჩევანი გააკეთა.
ჩვენი მხარდაჭერა ზურაბ ჯაფარიძეს. ეს არის მისი არჩევანი, როგორც ჩანს ის თვლის, რომ ციხიდან საპატიმროდან ის უფრო ეფექტური იქნება. ვფიქრობთ, რომ სწორედაც რომ ოცნების არალეგიტიმური რეჟიმის მოედანზე მისვლა ხალხის გასაგონად მათთვის პირში თქმა სიმართლის გაცილებით დიდი მნიშვნელობის ამოცანა. ეს ნახევრად რაციონალიზმი და სტოკჰოლმის სინდრომის კოლექტიურად გავრცელება ქართულ საზოგადოებაზე არის ფაშიზმის დამახასიათებელი თვისება, ცალსახად, რომ დევნილ ადამიანს დააბრალო მისი დანაშაულებრივი შეგრძნება შექმნა მასში. ოპოზიციას არჩევანის თავისუფლება ჰქონდა, აცხადებენ ქართულ ოცნებაში, სადაც მიაჩნიათ, რომ მათი ოპონენტები ინდივიდუალური გადაწყვეტილებების სამართლებრივ შედეგებს ისევ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. ეს არის მათი თავისუფლება. აირჩიონ, გადაიხადონ გირავ თუ არ გადაიხადონ, ვერანაირად ვერ დააძალებს. თუ მზად არიან თავისი პრინციპების გამო არ გადაიხადონ გირავ, მაშინ მზად უნდა იყვნენ საკუთარი პრინციპების გამო მიიღონ ის სანქცია თუ სხვა აქვეთი ღონისძიება, რომელიც ამაზე არის. შეგახსენებთ, ვინ წააქეზა საერთოდ ეს პროცესები და ზუსტად ნიკამელია კარგი მაგალითია. შეგახსენებთ 2021 წელს, როდესაც ზუსტად ბრიუსელი იყო, ვინც წააქეზა მას ამ ქმედებაში. გახსოვთ, რომ ბრიუსელმა გადაუხადა მაშინ მას გირავ მისი დაუმორჩილებლობის გამო. ზუსტად იცოდა, რომ როდესაც ის გამოიყვანეს კუთვნილი საჯრებს აარიდეს და ხელზე სამაჯური გააკეთეს, დემონსტრაციულად მისი მოხსნა, მოგლეჯვა, გადაგდება და გამოცხადება დაუმორჩილებლობის, ეს არის კანონის დარღვევა. მაგრამ ზუსტად უნდოდა ეს რომ მომხდარიყო, ისევე როგორც ზუსტად უნდა რომ შეჯახება მოხდეს. ზუსტად ის უნდა რომ პოლიციამ ძალა გამოიყენოს. დაახლოებით იგივე სიტუაციას მიყვება ეხლაც. გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია, ასეთია კომისიაზე არ გამოცხადებისთვის დაწყებული სასამართლო პროცესების მომდევნო ქრონოლოგია. კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერები გირაოს არ იხდიან. ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას უკვე გამოეხმაურა ბრიტანეთის საელჩოს საქართველოში, რომელიც პოლიტიკოსის დაპატიმრებას არაპროპორციულ ზომად მიიჩნევს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციის დაშინების მცდელობას უწოდებს. ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას ასევე კატეგორიულად გმობს ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი, რომლის წევრიც არის პარტია გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი. ალდეს წერილში 4 შეცდომა, უпроსტოდ კი 4 ტყუილი იპოვა საქართველოს ხელისუფლებამ. სავსეა დეზინფორმაციით აცხადებს შალვა პაპუაშვილი და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპზე თავდასხმას უწოდებს ევროპელი ლიბერალების ალიანსის წერილს. ტყუილია, რომ საელჩოებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა პროცესზე დასწრების, მაშინ როდესაც იქ იყვნენ შვედეთის და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები. ტყუილია, რომ სხდომა დახურული იყო, როდესაც არაერთი მედია საშუალება პირდაპირ ეთერში გადასცემდა პროცესს საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალით. პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ რამდენიმე ტყუილში ადანაშაულებს ალიანსის თავმჯდომარეს იულიამ ბულაის. ალდე წლები აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას. ამ ჯგუფის მორიგი წერილის გამო ჯერ კიდევ 2015 წელს დაწერა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა, რომ მთავრობა საერთაშორისო იზოლაციაშია მოქცეული, თუმცა ამის შემდეგ ძალაში შევიდა საქართველოს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება, ცოტა ხანში კი ქვეყანას მისცეს ვიზა ლიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსი. ალდე და მსოფლიო ლიბერალური პარტიების გაერთიანება მათივე წევრი პარტიის ლიდერის დაკავებას პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოშლის მცდელობად აფასებენ. ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო მოჩვენებითი იყო, არ დაუშვეს საელჩოს წარმომადგენლები და პროცესის ღიაობა უზრუნველყოფილი არ ყოფილა. პოლიტიკური გაერთიანებები ჯაფარიძის დაკავებას გმობენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ჩვენი წევრი პარტიის გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერის დღევანდელ დაკავებას და სხვა პოლიტიკოსების მიმართ დაკავების მუხარებს. მოჩვენებით სასამართლო პროცესზე დახურულ სხდომაზე, რომელზეც დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ დასწრების უფლება და რომელზეც მხოლოდ ქართული ოცნების მიერ კონტროლირებად სახელმწიფო მაუწყებელს მიეცა გადაღების უფლება, ასეთ პირობებში გამოცხადდა განაჩენი, პოპულარული, ლიბერალი პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული კომისიის წინააღმდეგ მამაცურად დგომის გამო, რომლის მიზანიც არის საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოშლა. ეს ადამიანი ავრცელებს დეზინფორმაციას, როგორც ითქვა, მამალ ტყუილს საუბრობს, თავადვე უარყოს მის მიერ გამწერებული ტყუილი. ერთობლივი წერილის ავტორებს პარლამენტის თავმჯდომარე სიცრუის მიზანმიმართულად გავრცელებაში ადანაშაულებს. შალვა პაპუაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც განცხადებაში ნათქვამის საპირისპიროა. ტყუილია ბატონი ბულაის და ალდეს განცხადება თითქოს
საელჩოებს არ ქონდათ შესაძლებლობა დასწრებით. თუ არ ვცდები შვედეთის და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდა. მეორე, ტყუილია თითქოს ეს იყო დახურული სხდომა, ეს იყო ღია სასამართლოს სხდომა, ივითაც დასტურდება, რომ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა რამდენიმე ტელევიზიაში. მესამე, ალდე და ბატონი ბულაი თავს ესხმის დამოუკიდებელ მედიას, საზოგადოებრივ მაუწყებელს, თითქოს მარტო მათ შეეძლოთ გადაღება, არადა საუბარია პირდაპირ ჩართვის სიგნალის მიწოდებაზე და არასდროს კადრი, რომელიც არ ქონდათ პირდაპირ ეთერში ნებისმიერ ტელევიზიას და ინტერნეტ პლატფორმას. და მეოთხე, თავდასხმა არის სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიის პრინციპზე, როცა საუბრობენ ცრუ სასამართლოზე. აი 4 ტყუილი, რომელიც ალდემ თავის განცხადებაში და ბატონმა ბულაიმ თავის განცხადებაში გააკეთა. ცოტა ხნის წინ მან ასევე ტყუილი გაავრცელა ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით, თითქოს დაკავების დროს მოხდა მისი წამება. სად არის? აბა ეს წამება განზრახ ავრცელებს ტყუილებს საქართველოსთან დაკავშირებით. ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის საქართველოსთან არაერთი მოკავშირე ჰყავს. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ალდეს წევრია. ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორების პოზიციას სრულად ეთანხმებიან. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას თუ გაერთიანებას აქტიურობისკენ მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ჩვენი შეფასებით აღნიშნული წარმოადგენს პოლიტიკური მარცხაჯულების კლასიკურ მაგალითს. მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორებს მათ ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებაზე. განცხადებაში აბსოლუტურად ყველა სიტყვა არის სიმართლე. ეს პროცესი იყო დახურული დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის. ალდე პირველია, სამწუხაროდ ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის ბევრი განცხადება იქნება კიდე, რომელიც ითქვის, რომ ქვეყანაში დემოკრატია ძალიან სერიოზულ საფრთხეშია. სრულიად უდანაშაულო პოლიტიკური ლიდერის ციხეში ჩაგდებას ექნება ის ეფექტი, რომ კიდევ უფრო დააჩქარებს ძიმე გადაწყვეტილებებს დასავლეთში. მართველი პარტია ოპონენტებს სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემას ურჩევს. საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ კონკრეტული ძალები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, საქართველოს იმიჯის დაზიანებით არიან დაკავებული. ცალკე განხილვის საგანია, რა უნდა დიპლომატს ან დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრს სასამართლო პროცესზე. ეს ძალიან გავს სასამართლოს დამოუკიდებლობაში და მის მიუკერძოებაზე ზემოქმედების მცდელობას. ამ ადამიანმა დაუსვა საკუთარ თავს კითხვა, ვინმეს მის ქვეყანაში აღკვეთი ღონისძიება რომ დაერღვია, მასზე როგორი იქნებოდა სასამართლოს პოზიცია, იმჯერებდნენ თუ არა უფრო კაცრი აღკვეთი ღონისძიების განხორციელებაზე. რა თქმა უნდა, დიახ. ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილება არ გადაეხადა გირაო, ეს იცით ხო იყო წინასწარ განზრახული გადაწყვეტილება, ალბათ სწორედ იმიტომ, რომ ყველაფერს ერთგვარად საერთაშორისო რეაქცია მოყოლოდა და ვილსონებს, მიხელსონებს, ალდეს და სხვა სწორედ ასეთი შეფასებები გაეკეთებინა, თუმცა მინდა ყველა შევახსენო კანონის უზენაესობის პრინციპი. 20,000 ლარიანი გირაო ზურა ჯაფარიძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ჰქონდა დაკისრებული. მის გადახდაზე უარის შემდეგ კი სასამართლომ გირაო პატიმრობით შეცვალა. სულ სხვა მიდგომა აქვს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, რომელიც ცვლის, რომ ევროკავშირის ორმაგი სტანდარტები სახიფათოა ევროპული დემოკრატიისთვის. რაც მიუღებლად ითვლება საქართველოში ან უნგრეთში, იმავენაირად უნდა შეფასდეს გერმანიასა თუ რუმინეთში. ალან ბერსე აცხადებს, რომ ორმაგი სტანდარტი მაგალითად უცხოური გავლენის კანონებთან დაკავშირებით ანგრევს საზოგადოების ნდობას და აზიანებს ევროპის სანდოობას, განსაკუთრებით გლობალური სამხრეთის თვალში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ასევე ამბობს, რომ ახალ პარადიგმაში თავისუფლება იზღუდება თავისუფლების დაცვის სახელით. დემოკრატია ევროპის თავდაცვის პირველი ხაზი, ასე ქვია ალან ბერსეს სტატიას, რომელიც თვლის, რომ ევროპამ უნდა განსაზღვროს დემოკრატიული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნება ისეთ ღირებულებებზე, რომლებითაც შესაძლებელი გახდა მშვიდობა ევროპაში 80 წლის განმავლობაში. ქართულმა ოპოზიციამ ალან ბერსე უკვე გააკრიტიკა. ლელო აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს კონტექსტი არის. მის მართველი პარტია კი თვლის, რომ პირიქით ის ელემენტარული ჭეშმარიტება, რომელზეც ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საუბრობს, ბრიუსელის ბიუროკრატიას არ ესმის. დემოკრატია ევროპის თავდაცვის პირველი ხაზია. ამ სახელწოდებით გამოქვეყნებულ სტატიაში ალენ ბერსე ევროპის ბევრ ქვეყანაში უცხოური გავლენის შესახებ კანონების მიღებას ეხმაურება. სტატიაში ევროპელი პოლიტიკოსი ორმაგ სტანდარტს ახსენებს და აცხადებს, რომ ის რაც მიუღებლად ითვლება საქართველოში, იგივე საზომით უნდა შეფასდეს გერმანიაში თუ ევროპის სხვა სახელმწიფოებში.
ევროპის მასშტაბით უცხოური გავლენის კანონების წარდგენა ხდება. მათი მიზანი შესაძლოა ლეგიტიმური იყოს, მაგრამ როგორც ნათელია ეს ზომები კრიტიკის შესახშობად ან სამოქალაქო სივრცის შესაზღუდად არ უნდა გამოიყენებოდეს. ეს კანონები ორმაგი სტანდარტების გარეშე უნდა განიხილებოდეს, განსაკუთრებით სასამართლოს მიერ, რაც მიუღებლად მიიჩნევა საქართველოში ან უნგრეთში, იგივე საზომით უნდა ფასდებოდეს გერმანიაში ან რუმინეთში. ის რაზეც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საუბრობს, მარტივი ჭეშმარიტებაა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის. თუმცა შალვა პაპუაშვილის განმარტებით ეს ელემენტარული ჭეშმარიტება ბრიუსელში სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბევრს არ ესმის. ბრიუსელში თუ ზოგიერთ დედაქალაქშია, ზოგიერთ ღირებულებებთან, სტანდარტებთან დაკავშირებით აქვს ესეთი წარმოდგენა, რომ არსებობს სტანდარტი, რომელიც მათ უნდათ საკუთარ ოჯახში და არსებობს საექსპორტო სტანდარტი, რომელიც არის უფრო დაბალი, რომელიც არის ბანანის რესპუბლიკებისთვის და მესამე სამყაროსთვის გათვალისწინებული. ასე გვიყურებს ზოგიერთი ჩვენ. ამ დამოკიდებულებას ხედავთ ყოველდღიურად. მართველი გუნდის ოპონენტები კი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების კონტექსტს ახსენებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტის ხსენება არარელევანტურია. ბატონ ბერსეს ურჩევდი კონტექსტები გაითვალისწინოს ძალიან კარგად და დაინახავს, როდესაც საფრანგეთში ან სხვაგან იღებენ მსგავსი ტიპის კანონს, იქ ეროვნული ინტერესის მტრების გავლენის შეზღუდვა არის ამოცანა. და როცა საქართველოში მიიღეს კანონი, აქ პირიქით პარტნიორების გავლენის შეზღუდვა იყო ამოცანა. ვერ ხედავ ეროვნულ მაგ სტანდარტს, კიდევ ვიმეორებ, აქ ამ შემთხვევაში ოცნებას უნდა ესმოდეს, რომ ვერც ერთი ცალკეაღებული კანონი, ვერც ერთი ცალკეაღებული ინიციატივა, რაც არ უნდა კეთილშობილური იყოს, ვერ იმუშავებს საქართველოში, სანამ ეს ქვეყანა არ დაუბრუნდება კონსტიტუციურ წესრიგს. სახელისუფლებო გუნდში ალენ ბერსეს განცხადებას მიესალმებიან და იმედი აქვთ, რომ ევროპის საბჭოს მაღალჩინოსნის განცხადებას სხვა ევროპელი ბიუროკრატების გაითვალისწინებენ. საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში გაცილებით ლიბერალური კანონმდებლობა მოქმედებს. დრო მოვიდა, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებას ყური დაუგდონ ევრობიუროკრატებმა და კარგად გაიაზრონ, რომ სიმართლე არის მხოლოდ ერთი, რომ არ შეიძლება იყოს ორმაგი სტანდარტი, არ შეიძლება იყოს 2 და 3 სიმართლე და სიმართლე მდგომარეობს შემდეგში, რომ რაც არის სწორე, რაც არის სახელმწიფოსთვის სარგებლიანი და დემოკრატიისთვის კარგი შედეგის მომტანი ევროპაში და ევროპულ ქვეყნებში, ის არ შეიძლება იყოს საქართველოში პირიქით კონტრპროდუქტიული. ხშირად უბრალოდ იძულებული ხდებიან დასავლელი პოლიტიკოსები სიმართლეს გაუსწორონ თვალი. ჩვენ რომ ისეთი კანონი მიგვეღო, როგორც მიიღო საფრანგეთმა, საქართველოსთან უფრო დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტდნენ ალბათ, მაგრამ საფრანგეთზე მე არ გამიგია არც ერთი კრიტიკა, არც ერთი დასავლელი პოლიტიკოსისგან. შესაბამისად, ჩვენთვისაც მიუღებელია მსგავსი დამოკიდებულება, როცა ესეთი ორმაგი სტანდარტით გვიდგებიან, თუმცა ის რომ ბერსე აღიარებს დღეს რომ ასე უთანასწორობა არსებობს, ეს თავისთავად გარკვეული პოზიტიური სიგნალია. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ავტორობით სტატია ევრონიუსზე გამოქვეყნდა. ალენ ბერს ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებს მიმოიხილავს. ამ გამოწვევების გათვალისწინებით, მისი თქმით, ევროპისთვის ახალი დემოკრატიული პაქტის მიღებაა საჭირო. დღეს სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტმა კურიერის შეკითხვას ამ თემაზე არ უპასუხა, თუმცა მისი სტუმრობა ამერიკის დიპლომატიური მისიაში დაადასტურა ოპოზიციამ, რომელსაც საელჩოდან დაბრუნებული ზურაბიშვილი საკუთარ ოფისში შეხვდა. დღის განმავლობაში რუსთავი კითხვით შეერთებული შტატების დიპლომატიურ მისიასაც მიმართა, თუმცა არც საელჩოს არ უპასუხია ამ დრომდე, ისევე როგორც არ გავრცელებია განცხადება, რა სახის კონსულტაციები გაიმართა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან. ნანა გოგატაძე მოგვიყვება, რა ვიცით საელჩოში გამართული შეხვედრის შესახებ და ვინ ადასტურებს ამ შეხვედრას. დღის პირველ ნახევარში მედიით გავრცელებული ინფორმაცია, დღის მეორე ნახევარში ოპოზიციონერმა ლიდერებმა დაგვიდასტურეს, თავად სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით კურიერთან საუბარი არ ისურვა. ეს ინფორმაცია დაგვიდასტურეს ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრაზე მყოფმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა თამარ ჩერგოლეიშვილმა და გიგი წერეთელმა. მათ თქვეს, რომ კმაყოფილი არიან ამ შეხვედრით, თუმცა დეტალების შესახებ არ საუბრობენ. გავრცელდა ინფორმაცია ამერიკის მოიცადე შეწიეთ ესა, როცა სურვილი გექნებათ ინტერვიუზე მოვდივართ თქვენთან ოღონდ ლაივი. ადასტურებულა რომ მქონდა შეხვედრა ამერიკის საელჩოში. ძალიან კარგი შეხვედრა ქონია. დეტალებს თვითონ მოგიყვებათ თუ საჭირო ჩათვლით, მაგრამ მე ძალიან კმაყოფილი ვარ მისი შეხვედრით. მე შემიძლია მხოლოდ ის თქვა, რომ ეს შეხვედრა იყო. დეტალები არ ვიცი საუბრის. არ მგონია ხო 26 მაისის დეტალები იქ ყოფილიყო განხილული. დარწმუნებულია რომ საუბარი იქნებოდა იმ ნიშნულოვან თემებზე და ეს მნიშვნელოვანი თემები დღეს საქართველოში საკმაოდ ბევრია.
ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოში სალომე ზურაბიშვილი შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიით გავრცელდა დღის პირველ ნახევარში და ბუნებრივია ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით ამ ინფორმაციის დაზუსტებას და უფრო მეტი დეტალის გაგებას. ბუნებრივია ჩვენ ვესაუბრეთ სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურს, რომელმაც სატელეფონო ინტერვიუს ეთერში გაშვება არ ისურვა და გითხრა, რომ ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს. პარალელურად ჩვენ გავგზავნეთ წერილი დიპლომატიურ უწყებაში, თუმცა ოფიციალური განცხადება ამ დრომდე და პასუხი არ მიგვიღია. პასუხს ელოდებიან მართველი გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც ინტერესდებიან თუ რა იყო ამ შეხვედრის განხილვის მთავარი თემა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოპოზიცია რადიკალურ პროცესებს აანონსებს 26 მაისისთვის. 26 მაისამდე დარჩენილია 3 დღე პრაქტიკულად. ეს არის ყველას დღესასწაული, მაგრამ ოპოზიცია აქ ცდილობს, რომ ალტერნატიული რაღაც აქციები კი არ ჩაატაროს, პრაქტიკულად ჩაშალოს ეს ზეიმი. ამ ფონზე, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხდება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, მინიმუმ განცხადება განმარტება უნდა გააკეთოს საელჩომ თუ რას შეეხებოდა ეს შეხვედრა. უცნაურია კონსპირაციული შეხვედრა. ჩვენ არ ვიცით რა საკითხებს მსჯელობენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გააკეთებს რელევანტურ განცხადებას ამასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი არის ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები გაყალბდა, თუმცა ამის დამტკიცება შეუძლებელია და სალომე ზურაბიშვილი არის სტიპენდიანტი იმ ორგანიზაციისა, რომელიც პირდაპირ ტრამპს ხელს ადებს, რომ იგი დამნაშავეა და უკიდურესად მძიმე ეპიტეტებით მოიხსენიებს მას. აი ეს რეალობაა და ამ რეალობიდან გამომდინარე ჩვენ ველოდებით კონკრეტულ განცხადებებს და განმარტებებს. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ყოფილმა პრეზიდენტმა შეხვედრა ნამდვილად გამართა, თუმცა რა იყო ამ შეხვედრაზე განხილული მთავარი თემა, ეს შეკითხვა ისევ პასუხგაუცემელია. მადლობა ნანა გოგადაძე საუბრობდა ამერიკის საელჩოში სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის დეტალებზე და პოლიტიკურ გამოხმაურებებზე. ტრამპმა ევროკავშირისთვის 50%-იანი ტარიფების დაწესების რეკომენდაცია გასცა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გადაწყვეტილების შესახებ Truth Social-ის საკუთარ გვერდზე წერს. ევროკავშირი, რომელიც შეიქმნა შეერთებულ შტატებთან ვაჭრობიდან სარგებლის მიღების მთავარი მიზნით უკიდურესად რთული პარტნიორი აღმოჩნდა. მისმა უზარმაზარმა სავაჭრო ბარიერებმა, დამატებითმა გადასახადებმა, სასაცილო კორპორატიულმა ჯარიმებმა, სავალუტო მანიპულაციებმა, ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ უსამართლო და დაუსაბუთებელმა სარჩელებმა და სხვა შეერთებულ შტატებთან წელიწადში $250 მილიონ მეტი სავაჭრო დეფიციტი გამოიწვია, რაც სრულიად მიუღებელია ვაშინგტონისთვის, წერს ტრამპის საკუთარ გვერდზე, რომელიც ევროკავშირისთვის 50%-იანი ტარიფის დაწესებას 1 ივნისიდან აპირებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის მუქარაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა ევროკომისიაში. ტელეიმედში შევარდნა და გათიშვა 7 ნოემბერი 26 მაისი საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევა ოპოზიციის ლიდერების გატაცება და ცემა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს ნაციონალური მოძრაობის სასტიკი რეჟიმი. სპეცრაზმის შესვლისას იმედში იმყოფებოდნენ პოლიტიკოსი ვიქტორ ჯაფარიძე და ჟურნალისტი სოფო ნიკოლაიშვილი. თავისი თავგადასავალი მოყვა დღეს ნოდარ არველაძემაც, რომლის დასისხლიანებული ფოტოც კარგად აჩვენებს რა გააკეთა სააკაშვილის ხელისუფლებამ 2011 წლის 26 მაისს. დღესვე რამდენიმე საათი უსმენდნენ გაერთიანებული ოპოზიციის მაშინდელ ლიდერს და საპრეზიდენტო კანდიდატს ლევან გაჩეჩილაძეს, რომელიც არაერთხელ გახდა ფიზიკური ანგარიშწორების მსხვერპლი. ლევან გაჩეჩილაძემ დღეს ვრცლად ისაუბრა, როგორ უსწორდებოდა ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციის ლიდერებს. გატაცება, სასტიკი, ფიზიკური ანგარიშწორება და სასაფლაოზე დაგდება უმწეო მდგომარეობაში. როგორ ანადგურებდა თანმიმდევრულად განსხვავებულ აზრს სააკაშვილის ხელისუფლება, რასაც მალევე მოჰყვა 2008 წლის ომი. ეს იყო საქართველოს უახლესი ისტორიის მოკლე შინაარსი, როგორ მონათლეს დემოკრატიის შუქურად რეპრესიული რეჟიმი, როგორ იქცეოდა მაშინდელი დიპლომატიური კორპუსი, რაზე ხუჭავდა თვალს დასავლეთი და როგორ მიულოცეს გაყალბებულ არჩევნებში სააკაშვილს ცესკო შედეგების გამოცხადებამდე გაპრეზიდენტება ჯერ ჯორჯ ბუშმა, რასაც ნახევარ საათში მოყვა ვლადიმერ პუტინის მისალოცი ბარათი. ყოველ დღე ვიყავით გამწარებულ მდგომარეობაში. პოლიტიკური რეპრესიები, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ოპოზიციის გამოსვლებისა და აქციების დარბევა, ლევან გაჩეჩილაძე საგამოძიებო კომისიასთან წინა ხელისუფლების პერიოდის რეპრესიებზე საუბრობს. ზეწოლა და ფიზიკური ანგარიშწორება ოპონენტების მიმართ ლევან გაჩეჩილაძე ამბობს, რომ პოლიტიკაში აქტიურობის გადაწყვეტილება სანდრო გირგულიანის მკვლელობის შემდეგ მიიღო. წყალგამყოფი გახდა გირგულიანის ამბავი და
საბაბი იმისამ, რომ მე მაშინ პოლიტიკაში აქტიურად არ ვიყავი, კი ბატონო ვიყავი ვაკის დეპუტატი, მაგრამ მაინც ყოველდღიურ რეჟიმში პოლიტიკაში არ ვიყავი. ყოველდღიურ რეჟიმში მე პოლიტიკაში დავიწყე ფიქრი, რომ შევსულიყავი გირგვლიანის ამბავის მერე, მაგრამ პირობა მთელი გაერთიანებული ოპოზიციის ის იყო, რომ რაც არ უნდა მოგსულდა ჩვენ, არანაირ შემთხვევაში სისხლის ზღვრაზე და რევოლუციაზე არ მივდიოდი. გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციები ძირითადად დარბევების სრულდებოდა ლევან გაჩეჩილაძემ 6 მაისს, 7 ნოემბერს და 26 მაისს წინა ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ რეპრესიებსა და აქციების დაშლის მეთოდებზე ისაუბრა. 7 ნოემბერს დილის 6 საათზე ვიყავით 30 მოშიმშილი. 3000 კაცი გამოვიდა კინო რუსთაველიდან რაღაც ყვითელ პლაშებში და უმოწყალოდ დაგვიწყეს დარბევა არა, უმოწყალოდ დაგვიწყეს აწიოკება. იქ მითხრა კობადავითაშვილმა, რომ სუდალეწილია აპარატურაო და წავალ მე ბაზარშიო და ახალს ვიყიდიო. თუნებას დამთხოვდა, წადი მე უთხარი კობათქო და იქიდან მოიპარეს კობადავითაშვილი. დავინახე ჩემი ძმაც თავში რაღაც რკინა ჩარტყმული როგორ მოდიოდა სისხლით. 26 მაისზე ორ სიტყვას გეტყვით, პირველი შემთხვევა იყო, სადაც გასასვლელი არ დატოვეს. და სადაც უნდათ დაღრილიყო იმდენი სისხლი, რამდენიც იმაზე მეტი იყო, რაც საჭირო იყო. მე ორ შვილთან ერთად ვიყავი. აი აქიდან წავედით დიღომში, პოლიციის სამმართველოში, იმის მერე რაც ჩემ ძმას მოუვიდა არასრულწლოვანების წერილი, რომ მათ ციხეში გაუპატიურებით ემუქრებიან. და ატყდა ისეთი ტყვეების სროლა, მე რკინის ხელკეტებით გამოვარდნა, რომ მე 3 ტყვია მომხვდა თავში. ისევ მოხვდი ავანტყოფოში. სულ დასისხლიანებული იყო ყველა, ნუ ჩემ გამოვჭკარდა თავში ესწოდენ, თვალები დაკარგეს და ასე შემდეგ. საგამოძიებო კომისიასთან ლევან გაჩეჩილაძემ დღეს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიხსენა. თქვა, რომ მას წინა საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალებას არ აძლევდნენ და შემდეგ მისი ოფისიდან ოქმებიც კი გაიტაცეს. არჩევნების გამარჯვების მოლოცვა თეთრი სახლიდან მოხდა იმ დღეს, როდესაც ჯერ კიდევ CSKO-ს ლევან თახნიშვილს არ ჰქონდა გამოცხადებული ვინ მოიგო და ვინც ააგო ოფიციალურად და სხვათა შორის ეს იყო ბუშის მოლოცვა და 9 საათში მოყვა პუტინის მოლოცვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. ამის მერე მოხდა ჩემი შეხვედრა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან და ჯონ კერისთან, რომელმაც მე მთხოვეს, რომ 106 დღის მერე დაგვემთავრებინა საკნის აქციები, ისედაც მილეული იყო და ჩვენ დავთანხმდით ამაზე და დავამთავრეთ საკნის აქციები. საკნების აქცია თქვენ თქვით, რომ მოიშალა, აშალეთ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის თხოვნით. დიახ. კონკრეტულად სად, როდის შედგა ეს საუბარი და რა გთხოვათ და რატომ? ოპოზიციასთან შედგა საუბარი. მე ხუმრა კიდევაც კერი რომ აგერო ხო ხედავ შენს გაგეყალბებს არჩევნები ისევ როგორც მეო. პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლის და ადამიანის უფლებების შელახვის კონკრეტულ ფაქტებს კომისიის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ისმენდნენ. სხდომის პარალელურად სპეციალურ მონიტორზე დარბევების და დაშავებული მოქალაქეების ფოტო-ვიდეო მასალა გადიოდა. ეს ფოტო 2011 წლის 26 მაისაა გადაღებული და აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნოდარ არველაძე ჩანს. რა ხდებოდა და რა მეთოდებით გაუსწორდნენ მომიტინგეებს 26 მაისის ღამეს კომისიას ინფორმაცია თავად დაზარალებულმა მიაწოდა. ნოდარ არველაძის თქმით, მას ხელკეტები ჯერ სახეში ურტყეს, შემდეგ ხელბორკილები დაადეს და რამდენიმე საათის შემდეგ თავის არეში მიყენებული დაზიანებებით პოლიციაში გადაიყვანეს. თქვენ აი ამ ფოტოზე რა ადგილას ხართ გადაღებული? პირველ საშუალო სკოლასთან მაფიქრე ბუჩქებში დავივალებით, რომ დავივალებით, მაგრამ მომზდებდა 4-5 კაცი იყო და ფეხით დამიძეს, დამაქციეს და დამსხეს და დამსხეს. ფოტოზე ყველას პლასმასის ხამუთები უკეთია. მარტო მე მქონდა იმისი, კიდეს რა ვიცით, შტანკისტი ვეგონე, მოჭიდა ვეგონე, თუ რა ვეგონე, რა ვიცი. თავზე რა დაზიანება გქონდათ? თავზე მე ვიკურნა ოჯახში ვიკურნალე რო ვიტყო, იმიტომ რომ მეშინოდა სამი ექიმი და რამე არა. შეგეშინდათ. ჭრილობა გქონდათ თავზე?
თავზე სული ისინი აქ ნატყვიარი მქონდა. დროებით საგამოძიებო კომისიაზე დღეს იმედში შეჭრის საქმეზეც ისაუბრეს. რა ხდებოდა ტელეკომპანიაში ეთერის გათიშვამდე ვიქტორ ჯაფარიძემ გაიხსენა. შევედით გიორგი თარგამაძის სამუშაო ოთახში, სადაც გიორგი თარგამაძე იყო. ამ დროს შემოდის გოჩა ჯოჯუა, პარლამენტის წევრი, ეს ცალკე მოვიდა, ბატონი გოჩა ჯოჯუა და რომელმაც თქვა, რომ მე მაქვს უეჭველი ინფორმაცია, რომ ტელეიმედში აპირებენ შემოსვლას და დარბევას. ბატონმა გიორგი თარგამაძემ თქვა და კატეგორიულად უარყო, რომ ეს გამორიცხულია, რამე თუ თვითონ ქონდა კომუნიკაცია ამერიკის ელჩთან და ამერიკის ელჩმა მისცა პირობა, რომ ტელეიმედს არ დაარბევდნენ. ოთახში შემოვარდნენ εν რაოდენობის ალბათ ნიღბიანი პირები, ვალერი გელბახიანმა და მათ შორის ჩვენც, მაგრამ ვალერი მუცხრა, რომ რას აკეთებთ, ჩვენ ვართ პარლამენტის წევრები, თქვენ არ გაქვთ ჩვენი დაპატიმრების უფლება, თქვენ არ გვაქვთ კონსტიტუციას და ასე შემდეგ დაუწყო განმარტება. რაზეც ავტომატის კონდახი მიიღო გვერდებში. რომ აი ეს არის ჩვენი კონსტიტუცია, ხმა კრინტი. როდესაც ჩვენი კუთხეში მიგდებული ვიყავით, გიორგი თარგამაძე გამოიყვანეს კოლგით, იმით რა ქვია, ტანსაცმლის საკიდით და ნუ გაიყვანეს ჩვეულებრივად. სწორად მსმენოდა, რომ სანამ ჟურნალისტებს და დეპუტატებს არბევდნენ და ცუდად ექცეოდნენ, დერეფანივით, საპატიო დერეფანივით გაუკეთეს გიორგი თარგამაძეს, რომელსაც თავისი პიჯაკებიც კი გაატანინეს. მთელი დღის განმავლობაში ტელეკომპანიაში შეჭრის შესახებ იცოდნენ იმედის ჟურნალისტებმაც. სოფო ნიკოლაიშვილი ერთ-ერთი იყო, რომელიც დარბევაში მოყვა და დაზიანებები მიიღო. ჟურნალისტმა დეტალურად გაიხსენა, როგორც ცდილობდნენ მაშინდელი ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ტელევიზიის აპარატურის განადგურებას, მიზეზი კი ეთერის გათიშვა იყო. ჩვენ ვიყავით მესამე სართულზე, ამოვარდნენ მობილური ტელეფონები ეგრევე დაგვაყრევინეს ძირს. გვითხრეს რომ კედელთან დამდგარიყავით და არ გამძრეულიყავით. დაგვამწკრივეს, ეს იყო მკაცრად გაკონტროლებული, რომ ამწკრივს არ უნდა გავცდენოდით. ჩამოგვიყვანეს, გამოგვიშვეს ლიუბლიანას ქუჩიდან. მოკლედ გვდიეს, დაიწყო დარბევა. შემდეგ დავინახეთ ჩემი მეუღლე და ინგა გრიგოლია, რომლებიც ინგას ფილტვის ოპერაცია ჰქონდა და ვერს უთქავდა და ირაკლი ინგას მიათრევდა, ასე ვთქვათ და გაიხსნენ ტყეებისკენ, ტყისკენ. და სოფო მოდი აქეთო დამიძახა და ნუ მეც წავედი. გავიხსენოთ, როცა თქვენ მოგიყვანეს უკვე გარეთ ლუბლიანას ქუჩაზე. აი იქ რა აი საფრთხე რა შეიძლება ყოფილიყო, რომ დაეწყო ჟურნალისტების დევნა. არ ვიცი როგორ გადავჭირო, თავში არ მოხვდა ეს ხელკეტი. რაღაცნაირად ვარდებოდით, მე რა ვდგებოდით. მე ამ ძალიან დიდი მილი იყო გაზის, იმას გადავევლე იმის ქვეშ დავიმალე, ვიდრე აი მინდორში გავიქცეოდით. ეს მეუღლეს რამდენი თქმა ქონდა მოხოთელი თუ გახსოვთ? დღესვე ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო კომისიის ხდომები 5 ივნისის ნაცვლად 5 ივლისამდე გაგრძელდება. ვადის გახანგრძლივებისთვის კომისია პარლამენტს უახლოეს დღეებში მიმართავს. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის და კიდევ 7 პირის საქმის განხილვა. ხდომაზე ის პოლიციელები გამოკითხეს, რომლებსაც დაზარალებული სტატუსი აქვთ მინიჭებული. სამართალდამცველების ჩვენებით საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი ქვით მათ დაზიანებების სახის არეში მიიღეს, თუმცა მათთვის უცნობია კონკრეტულად ვინის როლა ქვები. ბრალდებულებიდან 3 ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას 5 კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. სიმართლეს და არაფერს დამალავ. თქვენი პასუხი უნდა იყოს ფიქსა, ღმერთი იყოს ჩემი ფარველი. იყო გარკვეულწილად პერიოდულად მასშტაბების სოლა და გინების როგორ და ძალიან უწყვეტი სიტყვებით გამოთქმები. ისეთი ნივთების სოლა დაიწყეს, რომელიც ალბათ აი რა ვიცი, ჩვენ ფეხს როიცემოდა იყო წვეტიანი რაღაც ესეთი რკინის ნაჭრები ქვა და აი პირველი ამ ოღონდ ესეთი მასიურად აი ბევრი წამოვიდა ერთად, რომ გარკვეულ რაღაცებს ვიცილებით, მაგრამ ერთი ქვის ნაჭერი მოხდა თავის არეში, შუბრის არეში. მე როგორც გაიგო, ნახეთ კი იყო და სისხლი ჩამოდიოდა თავზე. მე ვერც დავადასტურებ ეს ხალხი, პირადად ამათ მაისურვებს და ვერც უარყო. სასამართლოს პრეროგატივა დავადასტურებ, აუცილებლად მეკრება პრეტენზია, იმიტომ რომ ნებისმიერი იმ ძალადობას ჩადის, მე აი ძალიან წინააღმდეგი ვარ, აუცილებლად უნდა დაისაჯო და ალბათ მიიღო ის რაც კანონით არის გათვალისწინებული. 11 საათის მერე აქციამ აგრესიული ხასიათი მიიღო. პოლიციის თანამშრომლებმა შეულა წყობა
და სხვადასხვა ნივთების როლა, ქვა, ბოთლი, მაშხალა. მე მივიდე დაზიანება სახის არეში. ერთხვა წამოვიდა აქციის მომართვის სახე რო გავასწორე, უკვე გამოვიდა აქციის მიმართულებით. ოპერაცია ჩამიტარდა. 2 საათი 3 საათი მიდიოდა. პირდაპირ ამიტოვის სახეში ვერ გამოსულების შეხორცება და გასაკეთებელი მას როგორც აღმოჩნდა კიდე ოპერაცია. ყველა ის პირი, ვინც პოლიციის ძალადობაში მონაწილეობას იღებდა, აღნიშნეთ რომ დაისახოს კანონის შესაბამისად. თქვენ მიგაჩვენია თუ არა სწორად რომ კანონის შესაბამისად დაისაჯოს ის პოლიციის წარმომადგენლები, რომელიც აქციის მონაწილეებზე ძალადობენ. მე სწორად მიმაჩნია დანაშაულს ჩაიდეს ყველა პირი იქნას დასჯა. ხეულის რა ნაწილიდან წამოგივიდეთ ის? სახეში წამოვიდა. შემიძლია სურათიც გაჩვენოთ. მაგ ფოტოსთან დაკავშირებით შეგიძლიათ რაიმეს დაადასტუროთ, რომ აი კონკრეტულად 29-ია გადაღებული? როდესაც თქვენ მიიღეთ დაზიანება მართლაც სამანტყოფოში დოკუმენტაცია 2 ტომი არის, რომ მე დაზიანება იმ ღამეს მივიღე. გიდასტურებთ, რომ აქ დღეს არის გადაღებული. აეროპორტი, რომელიც ევროპის მიმართულებით იაფიფრენების ჰაბად იქცა და მხოლოდ გასულ წელს 2 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა, დღეიდან ვიზიტორებისთვის უფრო კომფორტული გახდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 270 კვადრატული მეტრი ფართის ბიზნეს ლაუნჯი დაემატება, სადაც განთავსებული იქნება მოსასვენებელი სამუშაო და კვების ზონები. უკვე შერჩეულია დიზაინიც, რომლის ინტერიერი არგონავტების მიწზე იქნება აგებული. ლაუნჯის გარდა კოპიტნარში გრძელდება 3 კილომეტრნახევრიანი ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც ახლოს რამდენიმე თვეში დასრულდება. ამ ეტაპზე ხორციელდება ასაფრენი ბილიკის მოსამზადებელი სამუშაოები. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურულ პროექტს სამშენებლო კომპანია ანაგი ახორციელებს. 3.5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული საეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტის დასრულების შემდეგ კოპიტნარის აეროპორტი გახდება F-კოდური აღნიშვნის მქონე პირველი აეროდრომი საქართველოში. ასაფრენი ბილიკი, რომელიც თავისი მასშტაბით არის 3.6 კილომეტრი სიგრძისა და 45 მეტრი განის, მოცემული ასაფრენი ბილიკის გრუნტის სამუშაოები თითქმის 2/3 დასრულებულია. ჩვენ ვარაუდით ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში დავიწყებთ ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოებს. ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ გამტანუნარიანობის მნიშვნელოვნად ზრდაზე საუბრობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელიც აღნიშნავს, რომ ქუთაისის აეროპორტს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მეტი რეისი და გაზარდოს მგზავრთა ნაკადი, რომელიც შემდგომში ქვეყნის ეკონომიკის გაზრდას შეუწყობს ხელს. ჩვენ 70 ჰექტარ ტერიტორიაზე ვაშენებთ ახალ ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს, ვამატებთ 4 სამიმოსვლო ბილიკს, ისევე როგორც ვზრდით არსებულ ბაქნების რაოდენობას 19 სადგომამდე. ჩვენ მიმდინარე წელს გეგმაში გვაქვს, რომ მოვახდინოთ არსებული აეროპორტის განვითარების გეგმის რევიზია, იმისთვის, რომ გავზარდოთ სამგზავრო ტერმინალის გამტარუნარიანობა 5 მილიონ მგზავრამდე. კოპიტნარის აეროპორტში გარის სივრცის გარდა 6 თვის ვადაში მოეწყობა ვიზას ბიზნეს ლაუნჯი, რომელიც ორივე სართულზე განთავსდება და 70 მგზავრზე იქნება გათვლილი. ლაუნჯი პრემიუმ სერვისით აღიჭურვება. შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოეწერა. დღეს აეროპორტების გაერთიანებასთან ერთად ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ვიზა გახსნის ქუთაისის აეროპორტში პირველ ბიზნეს ლაუნჯ სივრცეს, რომელსაც მომხმარებლები გამოიყენებენ მოგზაურობის განმავლობაში, რაც გახდის მათ მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს. ჩვენ ვალვითარებთ ინფრასტრუქტურას, როგორც აეროდრომო, ისევე გზავრთა მომსახურების ინფრასტრუქტურას. ვაანონსებთ, რომ წლის ბოლომდე მივიღებთ ჩვენ სრულიად ახალ ბიზნეს მომსახურებას, რაც ნიშნავს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გადადის ახალ დონეზე. აეროპორტში ემატება ვიზა ლაუნჯი, რომელიც დაახლოებით 270 კვადრატულ მეტრზე იქნება გაშენებული. პროექტის საერთო ჯამრღირებულება $1 მილიონზე მეტია. ქუთაისის აეროპორტის მნიშვნელოვან განვითარებაზე საუბრობს ადგილობრივი ხელისუფლება. მათთვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას და ტურიზმის ზრდას. რეგიონისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აეროპორტის არსებობა ეს ხელს უწყობს ტურისტების ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას ჩვენს რეგიონში, ჩვენს ქვეყანაში. ხელმისაწვდომობა იზრდება წლიდან წლამდე. ვფიქრობ, დღევანდელი დღეც არის აეროპორტისთვის მნიშვნელოვანი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 2 მილიონამდე მგზავრს მასპინძლობს. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები კი აეროპორტში აქტიურად მიმდინარეობს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ჩიბათობა და ასევე სიმონ კანანელის ხსენების დღე აღნიშნეს. დღესვე სოფელ ჩიბათის სკვერში გურული მხედრების მონუმენტის გახსნის ცერემონია გაიმართა. ძეგლის იდეის ავტორი ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე იყო. სადღესასწაულო ღონისძიება გურიაში კონცერტით დასრულდა. მოხდა გურული მხედრების მონუმენტის გახსნა, რომელიც ბატონი ავთო ჯორბენაძის ინიციატივით დაიწყო და ოჯახმა ეს საქმე დაასრულა და დააგურბინა და სოფელ საჩუქა ერთი ულამაზესი მონუმენტი და სივრცე, სადაც შეიძლება ახალგაზრდებმა თავი შეიყარონ და თავისუფალ დრო გაატარონ. მემორიალი ხსნება, როგორც იცით და მე ჯორბენაძე ვარ და ეს მემორიალი ზუსტად მხედრები იყვნენ ჯორბენაძეების დიდი ნაწილი და ძალიან კარგი ახალგაზრდებისთვისაც და ყველასთვის ცნობადობისთვის, რომ ესეთი სოფლები და ესეთი წარმატებული ადამიანები არიან, ისე რომ სასიამოვნოა ეს დღე ყველასთვის ჩვენთვის. დამოუკიდებლობის აღდგენის 34 წელი სამი ომი რუსეთთან და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ათასობით დაღუპული და დაჭრილი საერთაშორისო მისიები კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში, მალისა და სამხრეთ აფრიკაში. ქართველი ჯარისკაცები ქვეყნისა და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იბრძოდნენ ყველგან, სადაც ეს საქართველოს და მის პარტნიორ ქვეყნებს დასჭირდებოდათ. 26 მაისი პირველ რიგში იმ მოქალაქეების დღეა, რომლებმაც სამხედრო მუნდირი ჩაიცვეს და საკუთარ ქვეყანას ემსახურებიან. ამიტომ მთავარი როლიც 26 მაისს მათ ეკუთვნით. დღეში თავისუფლების მოედანზე ქართული ჯარი კიდევ ერთხელ ჩაევლის მარშით. მანამდე კი თბილისის ცენტრში და ქვეყნის 5 რეგიონში სამხედრო ფიცს დადებენ ახალ წვეულები. იქნება წუთიერი დუმილი და ხელისუფლების პირველი პირების სიტყვით მიმართვები. ამის შემდეგ ტრადიციულად თბილისის თავზე გადაიფრენენ სამხედრო ვერტფრენები და მოიერი შეთვითმფრინავები. საქართველოში აწყობილი სუ 25-ით ცაში გამოისახება ეროვნული დროშის ფერებიც. თავდაცვის ძალებმა დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება ამაღლებული განწყობით დაიწყეს. ჯარისკაცები 107 წლის წინ მოპოვებულ დამოუკიდებლობას თავისუფლების მოედანზე აღნიშნავენ. სამხედრო აღლომიც სწორედ 26 მაისთან დაკავშირებით გაიმართება. გამარჯობათ ბატონებო! მას შემდეგ რაც თავდაცვის ძალები მსვლელობით თავისუფლების მოედანზე კუთვნილ ადგილს დაიკავებენ, მათ სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს. შემდეგ იქნება ეროვნული ჰიმნი და ღონისძიების მთავარი ნაწილიც დაიწყება. ამ სიტყვებს ქართველი წვევამდელები 26 მაისს წარმოთქვამენ. ფიცის დადების შემდეგ ისინი ოფიციალურად საქართველოს თავდაცვის ძალებში ჩაირიცხებიან, რის შემდეგაც ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების დაცვას შეუდგებიან. წვევამდელები, ისინი ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ფიცს დადებენ, ამბობენ, რომ საქართველოს სამსახურში ყოფნა მათი მთავარი მიზანია. საკმაოდ მნიშვნელოვანია ფიცის დადების და განსაკუთრებით 26 მაისი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ხვდებით საქართველოს თავდაცვის ძალების ნაწილი და წევრები. მე პირადად წვევამდელი ვარ მოსული ჩემინებით მოვაწერე ასე ვთქვათ გაწვევას ხელი და ჩემი სურვილი იყო რომ წავსულიყავი და მემსახურა ქართულ ჯარში და მე მეღო ის განათლება, რასაც ჩვენი სერჟანტები თუ ლეიტენანტები გვაძლევენ დღესდღეობით. 26 მაისისთვის განსაკუთრებით ემზადებიან ისინიც, ვინც უკვე დიდი ხანია თავდაცვის ძალებში მსახურობენ. დამოუკიდებლობის დღე ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია თავდაცვის ძალებისთვის, ამიტომ ჩვენ ვემზადებით თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა, ერთად შევხვდეთ ამ ყველაფერს და ერთად ვიზეიმოთ ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის დღე. აიმართება გამოფენები როგორც დედაქალაქის მასშტაბით, ასევე ყველა დიდ რეგიონში. გამოფენილი იქნება სხვადასხვა დანიშნულების საბრძოლო ტექნიკა. წინასაზეიმო სამზადის დღეს ადგილზე გაეცნო თავდაცვის მინისტრი. სამზადიში აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომელიც სპეციალურ ღონისძიებას ფოთში უმასპინძლებს. დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში აღნიშნავს განათლების სამინისტრო. მოსულ სტუმრებს და ბავშვებს ექნებათ საკმაოდ საინტერესო აქტივობები, გასართობი და შემეცნებითი აქტივობები. გამოფენილი იქნება ტექნიკა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობაშია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იქ იქნება სასაზღვრო პოლიციის სრულად ახალი ვერტფრენი, რომელიც სულ ახლახანს გადმოგვეცა. მონაწილეობას ღებულობენ არა მხოლოდ სკოლები, მონაწილეობას ღებულობენ პროფესიული დაწესებულებები და თქვენიცი თუ რამდენაირი პროგრამა გვაქვს ჩვენ სისტემაში და სივრცეში, უნივერსიტეტები, რომლებიც იქნებიან წარმოდგენილი ძალიან საინტერესო სტენდებით და რაც თავარია აქტივობებით. 26 მაისს დედაქალაქში თავისუფლების მოედანზე მისულ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება ელოდებათ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობის და ჯავშან ტექნიკის გამოფენა იქნება, სადაც
როდესაც უკვე დიდი გამოცდილების მქონე სამშობლოს მცველები ყველა დაინტერესებულ პირს მათ დანიშნულებას განუმარტავენ. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად საზეიმო ღონისძიება დედაქალაქთან ერთად ქვეყნის კიდევ 21 ქალაქში გაიმართება. ჟენევა, ზაგრები, სტოკჰოლმი, რიო-დე-ჟანეირო, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ამ ქალაქებში უკვე დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა. საქართველოს ფერებში განათებულია ადგილობრივი სიმბოლოები, ფოლკლორული ანსამბლის მიერ შესრულებული ხალხური სიმღერები, ქართული გასტრონომია და კულტურული მემკვიდრეობა. ამ ყველაფრის ორგანიზებაში ჩართული არიან საქართველოს საელჩოები. უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური მისიების სტუმრებს სადღესასწაულო ღონისძიებებზე კიდევ ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი ელეთველოდებით. სხვა ქალაქებსაც პირველი კი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში აღინიშნება. ღონისძიებებს დიპლომატიური მისიები მასპინძლობენ ჟენევიდან სტოკჰოლმამდე, ზაგრებიდან რიო-დე-ჟანეირომდე. ადგილობრივები და მიწვეული სტუმრები საქართველოს ისტორიასა და კულტურას იცნობიან. ჟენევაში დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ემოციური და საამაყოა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავ ჟენევაში, რომელიც არის მრავალმხრივი დიპლომატიის ცენტრი. ძალიან მიხარია, რომ საქართველო არის უაღრესად საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა საერთაშორისო საზოგადოებისთვის. საღამო მრავალფეროვანი კულტურული აქტივობებით იყო დატვირთული სტუმრების წინაშე ფოლკლორის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი რუსთავი და ქართული სიმებიანი კვარტეტი წარსდგა. ვესტრები საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მშვენიერ საღამოს. ეს მართლაც საოცარია. ბოლო 15 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი საქართველოდან. ჩვენ მხოლოდ პროფესიული ურთიერთობა არ გვაქვს, არამედ მეგობრულიც. ძალიან ამაღლებული და ემოციურად ძალიან დატვირთული საღამო გამოვიდა, როდესაც გაქვს შესაძლებლობა შენი ქვეყნის კულტურა საუკეთესო მხრით გააცნო ყველა შენს უცხოელ პარტნიორს. საქართველოს დამოუკიდებლობის 107 წლისთავი აღნიშნეს ხორვატიაშიც. ზაგრების უნივერსიტეტში გამოფენა გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ხორვატულ ენაზე თარგმნილი ვეფხისტყაოსანი გადაეცა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში ხორვატ ახალგაზრდებში ძალიან გაიზარდა ინტერესი საქართველოს კულტურისადმი, ენისადმი, ისტორიისადმი, ტრადიციებისადმი. საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საზეიმო ღონისძიება ქალაქ სტოკჰოლმში, როსენდალის სამეფო ბაღშიც გაიმართა. რიო-დე-ჟანეიროში კი ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა. რაც თავისუფლ ქვეყნებს შორის მეგობრობის სიმბოლურ და პარტნიორულ დასტურს წარმოადგენს. ბოლო პერიოდში საქართველოს თანამშრომლობა ლათინურ ამერიკის ქვეყნებთან, კერძოდ ბრაზილიასთან, მკვეთრად გაზრდილია. ბაქოში ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრება. საზეიმო მიღებაზე ქართული მუსიკა გაჟღერდება და ტრადიციული სამოსი გამოიფინება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურის მინისტრების შეხვედრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით და რა თქმა უნდა აზერბაიჯანის ჰეიდარ ალიევის ფონდის დახმარებით წელს გრანდიოზული დღეები გველის ქალაქ ბაქოში. ეს პროექტი ხელშეუწყობს იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ უფრო მეტად გაიცნოს ქართული კულტურა. ბუნებრივია წარდგენილები ვიქნებით სხვადასხვა ჟანრისა და სახის კონცერტებით. მეგობრული და ძალიან ისეთი განსაკუთრებული გარემო არის ჩვენთვის. მართლა დიდი პასუხისგებლობაა, რომ ჩვენ ხვდა-წილად გახსნის ბედნიერება. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს წარსულსა და აწმყოს საერთაშორისო არენაზე კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, როგორც დიდი ისტორიის მქონე პატარა ქვეყანას, რომელსაც საერთაშორისო კულტურული მემკვიდრეობის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.